მაგარი იმენა ჯანირო აქ რა. დღეს თქვენ გელოდებათ დავდგეთ ძმა სერიების ერთ-ერთი ყველაზე ძალიან მაგარი სერია, რადგან ერთ მხარეს ყავს Mercedes C63 4.0 Twin Turbo, ხოლო მის წინააღმდეგ კი არის არაჩვეულებრივი ახალი Supra 6 ცილინდრიანი ტურბინიანი ძრავით. ახალ წლამდე სულ ცოტა გვაკლია რომ 100,000 გამომწერამდე ავიდეთ, ასე რომ თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი, შეგიძლიათ აი იქიდან გამოწეროთ. ვინც არისით ბუბუ იყო ჩვენთან მამუკას დაუდექი შენ R1-ზე. ერთი წლის წინ ზუსტად ამ. ოღონ M2-ზე იჯექი მაშინ, რომელიც იყო 800 ცხენზე თუ რაღაცაზე, ხო? მაგარი გაკეთებული იყო და მე მაგრად მისწორდება რომ ამ თემაში მაგარი გამოცდილება გაქვს რა და იმ დეტალებში ძალიან კარგად ერკვევი რა. კი. მაგრამ ამაზე გითხარი? ეს ვარ ძალიან მოუმზადებელი მანქანით. მოუმზადებელი? ხო რა, ანუ M2-თან შედარებით ეს არის ახალი დაწყებული მანქანის დაწყობა, სულ მაგ ალბათ 1000 კილომეტრი არ მექნება გავლილი ამ მანქანით. ნუ საბურავები რაც ჩამოყვა ის არის, უბრალოდ ჩავწერთ კაი ნასტროიკა ამერიკიდან რაღაც უბრალო სტეიჯორი ჩამოვიდა. მივედით ABP-ში დავანასტროიკეთ, არის 3 მაპით, სტოკი, ბენზინი და სპირტი. მაგ 550 ცხენის ძალა ძრავზე. სპირტი როგორი შეზავებული? E50. მაშინ ფორმულებზე რო ვილაპარაკეთ E20 და 80-ზე რა ძალიან ანუ 1-1-ზე. ხო, 1-1-ზეანი. ხო, 1-1-ზეა. ვისი გამოხდილი ჭაჭაა ეს? ნარდითელავი. ოჰო. ეს ხარ ამ ხელა განსხვავებას მოგცემს. ეს ძლევა ზუსტად 40 ცხენს. რა სიძახი. საბულას. 550 ცხენის ძალა ძრავზე, მაგრამ ნუ ბაზა ისეთი აქვს რომ კარგად დადის. აი ჩვენ ერთი Supra ყავდა მე მგონი დრაგზე და ცხენის ძალა რაც ეწერა და რასაც გამომიმუშავებდა ძალიან მაგარი დროა ჩვენა. ანუ მაგარი 12-0-ში არა 400 ცხენის საბულა. მართლა არ მახსოვს ხო? მაგრამ გაკეთებული არ იყო, სტოკი იყო მახსოვს. მაშინ სტოკი იყო, მე აწყეს, ახლა დრაგზე გამოვიდა მესამე ადგილი. კი. ყოველ შემთხვევაში ასეა თუ ისეა Supra-ში მოახერხეს რომ აი ცხენის ძალები რაც წერია ძალიან მაგრად იყენებს. კი, ძალიან მაგრად დადის. ლანჩი, ნუ ლანჩით არ ვძრავთ, ფეხით არ რეგულირებთ, იმიტომ რომ ცოტა ბევრ ცხენზე ამის ლანჩი ურევს. ვეღარ? არა, ეს ფეხით დასარეგულირებელი მანქანაა. აი მაგიტომ მიყვარს Supra რა. ყველაფერი უნდა აკეთო, შენი ორი ფეხით უნდა დაძრა რა. ეგეთი ვარიანტია. რა ვიცი, ამ მანქანის პროექტი უნდა დავიწყოთ. ეს არ რჩება რა, ეს უბრალოდ დავაწყე რომ ყოველდღიურად ცოტა ხანი გამომოძრავდე. გაზაფხულზე ვიწყებთ ამ მანქანის აწყობას. ტატოსთან ვიყვავს და ბუბუს აქვს თავისი არხი YouTube-ზე, აქ აღწერაში იქნება და შეგიძლიათ გადახვიდეთ, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ეს მანქანა ძალიან შეიძლება ამ მანქანის ვიდეო არ დადებულა ჯერ. ვიწყებთ ამ მანქანის ვიდეოს გადაღება უკვე დაწყებული გვაქვს, ნელ-ნელა კადრებს ვაგროვებთ და დავიწყებთ და გაზაფხულისთვის, ნუ მინიმუმ 850 ცხენით დავიწყებთ და რესურსი ბევრი გვაქვს 1200-მდე გვაქვს რესურსი, ნაწილები ისეთი გვაქვს, რომ ესე იგი ცვლი შიგნეულს ძალიან ჩატუნს ყველაფერს. არა, ამის დროს გახსნა არ ჭირდება. 1200 ცხენს ეგრე უძლებს? ხო B58-ზეა საუბარი. ეს არის გენორი B58, რომელიც საბურავზე 1000 ცხენით დადის გაუხსნელი ძრავით. მოკლედ უცბად გეტყვით რა, ეს არის 6 ცილინდრიანი რიადნის რო ეძახიან ხოლმე რა. BMW-სავით აწიე პირდაპირ. всё? ხო, ნუ BMW, რა თქმა უნდა. ანუ ვიზუალი სხვა აქვს, მაგრამ ხო, BMW არის რეალურად. ყველაფერი BMW-სია, ნებისმიერი დეტალი BMW-სია, რასაც უყურებ. დაყენებულია charge pipe, intake, down pipe. კიდე აქ მიყენია ცივი კოლექტორი მაქვს შეცვლილი. ხო, ვამზადებ ნელ-ნელა ნაწილები, რაც კაი ვარიანტია ხოლმე ვკიდულობ. ფრიშკას თუ გინდა მოვხსნი, ძალიან კაი რამე დგას. დავაი, მოხსენი, რა თქმა უნდა, გვინდა. არ გადავა, მაგისთვის მოვედი. ვით B58-ში ერკვევა? აუ.
ბევრი ალბათ ვერ ერკვევა, მაგრამ დროთა განმავლობაში მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი გადმოვა ამ ძრავზე. იმიტომ რომ პერსპექტივა ამ ძრავს აქვს. დრიფტის დაიწყეს ამ ძრავის გამოყენება და 400-ზე ამერიკაში დადიან 7-6-7-5-ში. ხო, დრიფტზე მაყურებელს რო არაერიოს. დრიფტზე დრო არ გულისხმე, ანუ დრიფტზეც გამოიყენეს და დრაგზე ვინც გამოდის, დადიან რა დროში? 7-9-ში. ხო, არ გადავალ ჩემი. ჩვენი რეკორდი არის უკანა წამყვანზეა საუბარი? უკანა წამყვანზეა საუბარი. აუ, ჩემი ძალიან 0-ია საქართველოს რეკორდი. ვიცი ერთი არ დაახურო, ძალიან მაგარია. ეს არა. ო, გარიკასი არის 4-4. ხო, ეს როგორ არის განმარტებული? აქ პორტი დგება. აქ გიგდა მეთანოლს დააკენეთ. ყველაფერი დაზაგუშკებულია რა. ხო. და ყველაფერი არის გათვლილი. ეს მოიცა, პორტი დგება, ეს ხო სამსენი რა არის? დამატებით 6 ფარსუნკა. ოკეი. ბრეიკა დგება ზემოდან და დამატებით 6 ფარსუნკა ყენდება. 12 ფარსუნკაზე იმუშავებს, როგორც M4-ზე ხონდა. მოიცა, ანუ ესე იგი direct injection-ის ქარხული ინჟექტორები რაც არის, რჩება, მაგრამ ეს არის დამატებით ფარსუნკები, რომ სპირტი რომ მიაწოდა. პლუს მაგას. სალკე არეგულირებს სპირტს, ოკეი, გავიგე. კოლექტორი გინახავს. 2 ცილინდრიანი კოლექტორი. მოიცა, აქ რა ხდება ერთი წამი? აღე პერსპექტივა გაქვს, ტურბო რამხელად გინდა დააყენა. ამ B58-ს აქ ის ვერსია, ხო? აი, ერთი ცალი რო ერთიანდება და ერთი ცალი ეს არის აუთპუთი რო აქვს. მეორე გენერაციის პირველი გენერაცია, რომელიც არის 2 პორტიანი. არის ამის უკვე რესტაილინგებში 6 პორტიანი. მოიცა, ეხა კარგად აგიხსნით აქ რა ხდება რა. B58-ის ორი ვერსია, თუ რამე არასწორად თქვი გამისწერე, იმიტომ რომ B58-ში შენ უფრო მოყოდილი ხარ. არის ერთი ვერსია, სადაც ინდივიდუალური გამშვები ნახრეტებია, ანუ 6 ცილინდრიანი ხო არის და 6 ცალი ნახრეტი აქვს. და შეგიძლია მთლიანი კოლექტორი ჩაოლებროთ რა, როგორც 2J-ზიან სტანდარტულად 6 ცილინდრიანებზეა რა, ეგრე მიაყენო, მაგრამ არის ვერსია, რომელსაც გალუკაშს რასაც ეძახიან თავაკი ზედა რა. უკვე ისე არის ჩამოსხმული, რომ ეს შიდა პორტები, ეს ნახრეტები ერთიანდება რა და ამ ნახრეთში ალბათ გამოდის 3 და 3, ხო? აი პირველი მეორეა დალუქული, მესამეში გამოდის პირველი მეორე მესამე, მეოთხეში გამოდის მეოთხე მეხუთე მეექვსე, მეხუთე მეექვსეს დალუქულია. ხო. ნუ დალუქული რა, სინამდვილეში შიგნით არის ალკი. შიგნით არის, ან თვითონ იმაშია, გალუკაშია რა. ხო, მაგას გულისხმობ. სამაგიეროდ ან ეს იმიტომ გააკეთოს, რომ ტურბინისთვის აი ყველანაირად ნახე რამხელა აი ძალიან მაგარია. როგორც გინდა ისე დააყენეთ, სადაც გინდა ამოწევ, ჩაწევ, მიხრი, მოხრი, ან ყველანაირად ხელობის ხრივაც, ზომის ხრივაც არის იდეალური. და მე იცი რა ზოგიერთი ვეღარ მიდიოდა და გადაიყვანეს ეს. აი მან დავარ ზუსტად. იმიტომ რომ მაინც წინაღობაა, ეგრევე ჩაშენებული თემა. 300 პლუსზე ექნებოდა პრობლემა. და ქარხანასთვის კი ეგ საინტერესო არ არის, იმიტომ რომ სულ 250 ლიმიტზე დგას, მაგრამ ავტომოყვარულებისთვის, 300-400-ზე იღებენ 300 უკვე ამ მანქანებით და ისეთი მონტია რა. აუ, ეხა იმდენი ინფორმაციები გავცვალეთ. კაი, მოკლედ, შევაჯამეთ. 550 ცხენი გაქვს ეხლა. კი, ძრავზე. ძრავზე არის 550, 50-ზე არის სპირტი. დეტალები, ანუ შეცვლილი გაქვს. ქართული ტურბოა, რაც თავარია, ან რა წნევას უბერავს ეხა ტურბო? მეგონი 23 PSI-ს, ზუსტად არ ვიცი. 23 PSI არის 1.6-ია, კი. 48, კი. შვენიერი. მზად ხარ ესე იგი? დღეს მაგარ ხოძზე ვარ. შენი საბურავები არის 19-იანები გიყენია 275, 35-ზე და საკმაოდ ცოტშურის რბილია. ანუ კარგია. მოკლედ, ეს საბურავები რომ Firestone-ის Fire Hawk-ია ეს. რამდენი ფაიერი არის ჩემი? მოკლედ, ბევრი ფაიერები არის აქ. მაგრამ ბევრი ჩაინები შეგვიძლია შემოგთავაზოთ ავტოშაინს აქ ბევრი საბურავი სხვათა შორის ეხა ზამთარი მოდის და უსაფრთხოდ თუ გინდა იარო შეგიძლია ამებს როცა მოკლავ ავტოშაინში დარეკო და იყიდო მშვენიერი არჩეულებრივი ზამთრის საბურავები და ახვიდე ბაკურიანში გუდაურში ან ასე შემდეგ ამ პასად კითხა ხვალ შენ ავწევ მაღლა რეგულირება რეგულირებადი არის ბაზარი არა მე არ არის პადოს გადავაყენე მაგრამ რეგულირებადია თქვენს ვისაც გჭირდებათ ზამთრის საბურავები შეგიძლიათ ამ კომპანიაში დარეკოთ და კითხოთ თქვენი ზომა
გავუშვათ ჩვენი მერსო. ოკეი, მაშინ შეგვიძლია პრინციპი ჯერ შენ თავი წარმოგვიდგინე, გამარჯობა. ოკეი. და მერე შეგვიძლია ჩვენი Mercedes-ი წარმოგვიდგინო, იმიტომ რომ ხმები ძალიან მომეწონა წეღან. ხო, კი ბატონო. 2017 წლიანი C63 არა S მოდელი არის ოღონ. წონა დაახლოებით 1750 წერია, ნუ Google-ში როგორც ვნახე, ამ კომპლექტაციაზე ხო? ამ კომპლექტაციაზე ხო, როგორც არის ეს. და არის M177 ძრავი 4-დან 0 twin turbo, biturbo, ასე რომ ვთქვათ, ანუ ორი ტურბინით. გამოიმუშავებს დაახლოებით 470 ცხენს. ეს არის ქარხნული მონაცემი 470. ხო და ეს აქვს 500, ანუ ეს არა ეს რო არის, მაგიტომ 470. ოკეი, კაი. და ამის გარდა შენ რაღაცები გაქვს ხო გაკეთებული ძრავზე იქ? ტურბო ან რამე გაქვს შეცვლილი? ტურბო არაფერი, სტოკ ტურბოზია, ერთადერთი მაქვს, ჩაწერილი stage 2 და ამერიკიდან რო ჩამოვიყვანე, ჩამოყვა intake-ები და downpipe-ები. მოდი ბარემ შეგვახედე რა, რადგან ძრავზე ლაპარაკობთ, ბარემ შევხედოთ. გამშვები მთლიანად არის შეცვლილი? აუ ეგ იმიტომ რომ ხმა ძალიან მაგარია. ხო, კატეები აქვს ბოლომდე გამოღებული ვაფშე. ძალიან კაი ხმა აქვს რა. ანუ კაი გრუხუნა ხმა აქვს, მაგრამ შემაწუხებელი არ არის, აი. ძალიან კაი. ამას თუ გინდა მე დავუჭერ, რა არის პრობლემა? კაენდენის ფილტრები გაქვს, რაც ვნახე, დაყენებული. ეს intake-ები შეცვლილი აშკარად aftermarket-ებია. ოკეი. აქ ორი twin turbo სისტემა გვაქვს, მაგრამ ესენი ქარხნულებია, ხო? კი, ქარხნულებია, არც hybrid turbo, არც შეცვლილი, ქარხნულია როგორც ისე. კაია, ეს იზოლაციებიც არა ქარხნულია აშკარად. ეს ძალიან კაია, სხვათა შორის იმისთვის, რომ ცხელი ჰაერი, აი turbo, აი აქ რომ მუშაობს, ცხელ ჰაერს ხო აგენერირებს აქ რა და მაქსიმალურად რომ იზოლირებული იყოს ცხელი ჰაერი რო არ შევიდეს ძრავში, მაგისთვის არის და მაგრად მუშაობს სხვათა შორის. ჩვენ სილვიაზე რაღაც გავს გავაკეთეთ. ყველაფერს სილვიას ვადარებ ხოლმე. კაი, ხო არიცი რა წნევაზე დადის? ეხა ქარხნულზე დაახლოებით დადის 1 და 2-ზე და რადგან stage 2 არის დაახლოებით 1 და 7, 1 და 8 მაქსიმუმ რა. ხო, ნუ დაახლოებით ესე რა. twin turbo-ზე ძალიან მაგარ შედეგს მოგცემს, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგრადაც ივლის. როგორც თქვი, გამშვები სისტემა შეცვლილია, intake შეცვლილია, stage 2 წერია, გადაცემათ კოლოფში ხო არ გიწერია update-ში. არაფერი, მხოლოდ stage 2 წერია მარტო და ვსია. ხო, ნუ ეხა ამის გადაცემათ კოლოფში ძალიან მაგრად მუშაობს, მაგრამ ალბათ მაგის stage-ები იარსებობს. სპირტის ნასტროიკა, მინიმალური სპირტის ნასტროიკა E15 წერია, ანუ stage 2-ზე. აი ეს ჭაჭარამდე ცხენს აძლევს. ეს დაახლოებით 60. 60. ერთი ის ვიცი რომ ის სპირტი არის კახეთი. ეს საიდან არის? ესეც კახეთიდან არის? ეს გუთაისი. გუთაისური გუთაისი გაიჩითა. დაახლოებით 650 ცხენია. თავიდან დაწერა 700 ცხენი. დაინოზე ყავდა? დაინოზე მყავდა, ხო. და 700 ცხენი დაწერა? საბურავზე დაწერა დაახლოებით 565. ხო. და 695 ცხენს, რაღაც 700 ცხენი დაწერა და ძალიან მაგარი. ქალაქის ასიარულოდ რომ მინდოდა, ანუ დავაწევია ცოტა ცხენები, 650-ზე დავაყენებია და დაახლოებით 540 ცხენი აქვს ეხა საბურავზე. სხვა შორის ეგ მიდგომა მეც მიყვარს ხოლმე, რომ მაქსიმალურად არ არის გაწურული. რა, თუ ეხა მეც რომ მყავდეს ესეთი მანქანა, არ გავაწურინებდი, იმიტომ რომ ქალაქის დადიხარ და რესურსის ვარიანტში მეც ოდნავ დავწევდი რა, ყველა ვარიანტში. მე როგორც ვიცი, ამ მანქანას ყიდი ხო? აღწერაში იქნება ამ კაცის Instagram-ი, ვისაც მოგესურვებათ ამ მანქანის შესყიდვა, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და შეეხმიანოთ და შენ თუ დააპირებ ახალი მანქანის ჩამოყვანას, ჩვენ ყავს მეგობარი კომპანია, ხო აუტო იმპორტი, სადაც კორეიდან და ამერიკიდან არის ვარიანტი რომ ჩამოიყვანოს, შეგიძლია მიმართო დაათვალიერონ აქ ეთიკეტს და ესეთი არაჩვეულებრივი ან ამაზე ახალი მანქანა ჩამოიყვანო. ხო, ნუ ეხა ყოველთვის ესეთი ვარიანტია რომ რაღაცას რო ყიდი, მეც ეგრე ვარ ხოლმე რომ უფრო კარგი ჩამოვიყვანო რა. საბურავი ჩვენ გვიყენია ტოიოა? კი ბატონო, ტოიოს ნახევრად წლიკი არის 315 30-ზე 18-იანი. ძალიან კაია. აი, აქ არის 315 30-ზე 18-იანი და სხვათა შორის დისკიდან ნახევრამდენად არის გადმოსული, ეს არის საუბრობ 9 ნახევარი. ხო, დაახლოებით ეგრეა. ხო, და 315 ოდნავ დიდია, მაგრამ სამაგიეროდ მაგრად მოეჭიდება. ძალიან მაგრად მოეჭიდება. ერთადერთი თემა დაგვრჩა ის, რომ შენ ასფალტს მოერგო, აქ არ გივლია საერთოდ.
აქ არა მაქვს ნამდვილი არა. ხო, იმიტომ რომ პირველად დავარ აქ და მაგიტომ. ხო, აქ მაინც გამოცდილება გინდა რა, ყველა ვარიანტში. ლანჩ კონტროლი აქვს? კი, ლანჩ კონტროლი აქვს. ოკეი, ანუ ძირითადად ის გააკეთებს საქმეს. მაგრამ ლანჩზე მაინც ბუქსაობს? თუ მაგრად კარგად აკონტროლებს? ცოტა თავიდან დაახლოებით 50-70-მდე ბუქსაობს. ხო, ნუ ბოლომდე ვერ ვადგამ რა, ანუ. მოიცა, ლანჩს რო ჩართო, გააქტიურებ. ბოლომდე არ ადგავ? ბოლომდე არ ვადგამ. ვა, რა საინტერესოა. ოკეი, კაი, მოკლედ 100-ია თუ იცია. აქ გავიაროთ ეხლა რამდენიმე ტესტი, შენს რო მიეჩვიო და ამუღამო, დროსაც ვნახავთ. და მე უკვე გადავიდეთ უშუალოდ რაგს. წარმატებები. მადლობა. წინა ჩვენ ვიდეოებში ხშირად გიხსენებდით პაკელოს Z-ს და აი ძლივს დადგა ის მომენტი, როდესაც პაკელოს Z-ი უნდა გავათამაშოთ. დღეს ვინც ამ ორი ავტომობილიდან, Mercedes-იდან და Supra-დან ადგილიდან გაიმარჯვებს, ანუ ვინც უფრო სწრაფი იქნება 402 მეტრზე, TUZ Motors-ის სახელით გადავცემთ პაკელოს Z-ს. თქვენ კიდე არ დაგავიწყდეთ, რომ პაკელოს Z ჩვენ ტესტავთ აბსოლუტურად ყველა მანქანაში, ეს ისეთი თემა არაა, რომ სხვას ვაძლევთ ჯერ და მერე ჩვენ ტესტავთ, არა, პირველ რიგში ჩვენ ტესტავთ. ჩვენი მაყურებლებისთვის ყოველთვის საუკეთესო პროდუქტს ვარჩევთ, ასე რომ ამზეთ ჩვენ სილვიაშიც ვიხილავთ, ჩვენ E39-შიც და სხვაგანაც. დაელოდეთ ჩვენ სერიებს და ყველაფერს განახებთ დეტალურად. მოდი Mercedes-ზე გავტესტოთ 402 მეტრი. თან პირველად არის იოანი ამ ტრეკზე, უნდა მიეჩვიოს საფარს და ნახავთ რა დროში ივლის. მე მაგრად მომწონს ეს Mercedes-ი. ანუ თან რა მევასება, იცი? მეორეში რო გადმორთო რა, მოეჭიდა და იმენა, აი, გაიგონე შენ ხმა, რომ წაიბუქსავა? ეგ არის იმენა ჯანირო აქ რა, ძრავს აი ეგასწორებს რა. რას ფიქრობ შენ? ჩემთან შედარებით საბურავიც კაი აქვს, მაგრამ Mercedes-ის ლანჩი შენ ალბათ იმას გულისხმობ, ხო? თავიდან რომ წააბუქსავა და მოუჭირა მე. ოპ, ბუქსაოფო. კი, ეგ მეც მოხდა თვალში. სისტემა არ ეთიშება. ხო, კი. ან ყველაფერი რო გათიშო, არ ეთიშება. ნახოთ რა აუ, ძალიან საინტერესოა. მართლა მაგაში გაცილებით ჩქარი ხა. უეჭველი. კი. ნუ ფაქტია რომ 109 მეტი აქვს და. კი. 0-ას თუ გავიქეცი, 400-ს გავიქცევი და გაგორებულზე უნდა გამასწროს წესის დარიგით. სტარტში ჩემი აზრით ოდნავ გაასწრებ და მაღლებში შეეცდება რომ დაგეწიოს. კი, მაღლებში უნდა ამოიღოს წესი. აი ნახოთ რა დრო იქნება. რაო, აბა? კაი დროებში ვერ ვიარე, 12 ძამი არა ეს რა. 0-ას გინდა. საბურავი უკეთ უნდა გაახურო. 9 და 7 არის 0-ას. კი, იცი რატო? გადაგორდა და გაჩერდა მერე. ეხა ეგ გაანულე. არ გაგიშვებს? კი, ეს ერთ სტიკი. არა, ან მოცულება უფრო მეტად არ გაგიშვებს? არა. ორივეზე გათიშული გაქვს? არა, ორივე გათიშული არა მაქვს, ერთი მაქვს მარტო გათიშული. მეორეს გაუთიშე და უკეთესად დაიძრებ. ცადე ისიც მაინც. სტი, მაგრამ კაროჩე არის მაშვე. იმენა მასე რო ცადე, რა ქვია, ტრასაზე. ხო. 70-ზე უკვე ბოლომდე რო ჩავაჭირე, ასე დაიწყო იქ რა ქვია. ერთ სამჯერ კაროჩე. ჯობია რომ იბუქსაო. ვიდრე ელექტრონული სისტემამ გაგაჩეროს. ან ყველა ვარიანტი ჯობია. უსაფრთხოებაც არ დაგავიწყდეს. ყველა ვარიანტი ჯობია მოსინჯო. მობილური კარგად ჩადე და მოდი ვნახოთ მეორე ტესტი. ანჯანზე. ეხა ბუმუ რაც უთხრა ეს მეორე სისტემის გათიშვა, მაგრამ არ უნდა Mercedes მოჭიდება. ძალიან ჯანზეა. მაგარ ჯანზეა. ხო და ეხა ნახე რო არა ეშვა, ისე ბუქსაობით წავიდოდა. ანუ ეს იყო ეხა მეორე გაწურა, მეგონი მესამე იყო, ბუქსაობით რომ მიდიოდა. ძალიან ბუქსაობს. 80 წე იყო გვერდულად. კი, ეხა მესამე სიჩქარეში მეგონი გვერდზე წაიღო. ეხა რა ქონდა 400? ბოლომდე 12 და არა, ეხა აუშვა, აზრი არ ქონდა. აუშვა.
იმენა წამიღებდა ეხლა რო არ ამჩ. ეს არის მაქსიმუმთან ახლოს რა, უბრალოდ სისტემა ჩართულია. სისტემა გამართულზე შენ უნდა იბრძოლო, რომ კარგი სტარტი გქონდეს და ძალიან რთულია რა. ანუ ეხა პირველად აქ რომ მოდიხარ, ეგრე 600 რამდენი ცხენი ქონდა? 650-ია თუ მეტი. ხო, 650 ცხენით აქ რომ მოდიხარ, ეგრე არ არის, რომ რა უნდა მაგას დაადგი და იარე, ეგრე არ ხდება. დამოღამებაა საჭირო. მოკლედ ეხლა ჩავალიჩობთ იმას, რომ ცოტა წნევა დავაგდოთ. შეძლებს დაგვაროთ აქსელერაცია. 8-ზე არის ახლა. 1.7-ზე რო გავუშვათ, უკეთესი იქნება. და მე დაგიბერო გარშემო მაგდასა. ამით დავბერო თუ რამე. ხო. ცოტა კიდე დავუშვათ, ჯობია. სამი San Sofia. Bicho, იღებ. ღიმილი დაინახე ბუბუსახეზე? აი ეგ არის ბედნიერება. მაგარი ცელკი არის იმენი. აუ იმენა მაგრად ერთობა ბუბუ, აი იმენა მაგრად ერთობა. ჰა, როგორია? მიდის? გვიხდება თუ ჩვენ უხდებით სუპრას. მოკლედ ტრეკზე ველოდებით ხა. ასტავია შესული. და სანამ ვინმე დადის, სნეკები არის ხოლმე იდეალური გამოსავალი დროის გასაყვანად. ეს არის კროკოს სნეკები. შეგიძლიათ დააგემოვნოთ. ჯერ მარილიანი და მერე ტკბილი. ცუგო არ შეიძლება შენთვის, თორემ მართლა გაჭმევდი. ვიცი რომ გემრიელია. ხო, ვიცი, მაგრამ არ შეიძლება რა უკვე. ძალიან მარილიანია. მართლა. მოკლედ, ტესტებმა ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ასე თუ ისე ორივე მოერგო ამ ასფალტს და რეალურად ეს არის ჩვენი პირველი დადგომა. Mercedes-ი Supra-ს წინააღმდეგ. ან Supra-ს მასკის წინააღმდეგ, რომელიც BMW-ა სინამდვილეში. დათხარ? დათხარ? ძალიან სუდა დავზარით, მაგრამ მაინც წინ ვართ. წეგანდელ დროსთან შედარებით 0.5-ით ცუდი დრო გვაქვს. რომელი იყო წინ? ძალიან ახლო იყვნენ და ძალიან კარგი სტარტი იყო ორივესი. Mercedes-მა დაამუღამა სხვათა შორის სტარტი და აქედან რაც ჩანდა ცხვირი გაუწია Supra-მ და ეგრეც ყველა ეგრე ველოდებოდით იქნებოდა, მაგრამ ეხა ფინიში რა მოხდა, იმაგას გავარკვევთ და მაგის მიხედვით დავალაგებთ მეორე თემას. ხო მართლა ჩვენ გვაქვს ლიდერბორდი, ჩვენი, სადაც ყველა გავლები, ანუ საუკეთესო დრო, რაც აჩვენა Mercedes-მან და Supra-მ, აუცილებლად მოხდება ლიდერბორდში. ლიდერბორდი ცოტა გადაჭედილია ძალიან კაი დროებით და შესაბამისად 12 და რაღაცა გვაქვს ყველაზე დაბალი დრო, მაგას თუ აცდა, უკეთესი დრო ექნება და ეგრეც აჩვენა ტესტებმა რო ხდებიან, აუცილებლად გამოვა სადმე შუაში, ვიდეოს შუაში და ნახავთ რიგითობის მიხედვით, სად არის ჩვენი Mercedes და სად არის ჩვენი Supra. აბა ძალიან სუდა, აი რაც კი შეიძლება ყველაზე სუდა დავიზარი, მაგრამ შევასწარი. მაინც შეასწარი?
რამდენი корпуსი იყო? ბიჭო ზედმეჯდა რა. корпуსი არის. მარა შეასწარ. სპირიტი იყო და როგორ დავა. შეგასწრაო ოდნავ. ოდნავ შემასწრა. ო, საინტერესოა, ესე იგი რეაქციის დრო ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა რა, რომ ზუსტად დაისახოს. აუ, არ მახსოვს, რო არ მოგატყო, არ მახსოვს. მაგრამ 100-ია თუ ისეა 1-0-ია ეხლა. კაი, მაშინ გავუშვათ მეორე დადგომა. მოკლედ 1-0 არის, როგორც გაიგეთ, სუპრას სასარგებლოდ. რეაქციის დრო ამ შემთხვევაში ძალიან ბევრს გადაწყვეტს, იმიტომ რომ რეაქციის დრო თუ გამოასწორე, რეალურად 0 რაღაცა მეასედებს მაინც იგებ რა და შეიძლება მაგან მოგაგებინოს გასვლა. დათხარ? სათხარ? სუპრა გვინდა. სუპრა მინდა. ანუ ძალიან მაგარია. თან არ მახსოვს თქვი თუ არა. ამ სუპრას უყენია ტიტანის გამშვები, მთლიანად, ну, გარდა იმისა, რომ სუბუქია, სპეციალურად დამონტაჟებული აქვს გამშვებზე ესეთი ორი პატარა დაბლა ჩაქნეული ძუძუს თავებია რა. და ეს ძუძუს თავებიც რა თქმა უნდა ტიტანია. და იდეა ის არის, რომ როგორც კი ასფალტს მოედება, თეთრი ნაპერწკალი აქვს რა. ვიდეოში შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ ლაივში ძალიან კარგად ჩანს. სიჩქარიდან სიჩქარეში გადართვის დროს, ან ოდნავ მაინც თუ სადმე ტალღები აქვს რა, სადაც ტრაქს აგდებს, თეთრ ნაპერწკლებს ისვრის და ძალიან ეფექტურია. თან გვერდზე მიდის ეს გვერდულად. წავედი ძალიან. ო, ესე იგი ნელ-ნელა, ესე იგი გაგორებულზე უნდა გადავიდეთ. ძალიან ცუდი გასვლა იყო. ეხა სტარტში ძალიან ჩამორჩი. აშკარად ჩამორჩი რა, წინა ბევრად კაი იყო. როგორაც მქონდა ნავლელი, იგივე დროში არა მეორეშიც. ხო. და ძალიან 1-3 კორპუსი. ვერით მეციმენა. აი, სადოთ გაგორებული. ოკეი, დავაი. აი, ბედნიერი სახე ისევ. ტესტ დრაივია ამანქანის. რა, 1-4 ჯერ მაგ მარტო 100-200 გაზომილი. მართლა? ამანქანი არც დამის და ერთი აი როგორ იყო ის აი მონათულა არის ესე იგი ეს. რა, ეხლა და მომწონს. სახეზე გეტყობა რომ მოგწონს. მაგიმებს. კი. გაყიმებს შენ ვიდეოს რო ნახავ, რამხელაზე გაქვს ტუჩები ამოწა აწეული მე მივხვდები. მემორი მაშინებს და ეს მაგიმებს. იმენა სათამაშო არის, მაგიტომ ევასება რა. იმის მეშინი. აი, ეხლა ნახე ეს მისწდება 60-ზე. ხო. და მივდივარ რა და ის 860-ზე წდება. ესე ვეღარ მიდიხარ. რა თქმა უნდა. ფეხი გიკანკავდება, გული გიფრიალდება. აზარია რა. ისე სუპრას მაინც იაპონური სული რაღაცნაირად მაინც ეტყობა რა. აი ეს გლუშწელი რო ჩამოვარდნილი აქვს, დიდი გლუშწელები და რაღაცეები როა. ცოტა აი რაღაცები როა. ხო იცი აი იდეალურად გამართული რო არ არის ყველაფერი რა. ეგ ჭირთ ხოლმე იაპონურ მანქანას. მათ შორის რა თქმა უნდა ჩვენ სილვის სამადობით. და რაღაცა სულია აქ აი ეგეთი. ეს სატესტო გავლა არის მხოლოდ. ბუბუს მარცხენა გულშწელი აღარ იქნება ცოტა ხანში. ხო, ვაფშე აღარ იქნება. ხო იცი ის ბალგარკით რო ჭრიან ხოლმე იმეს. ნახროტებს რო აკეთებენ ძალით. აი ეგრე იქნება ცოტა ხანში. სანამ ბიჭები მოვლენ, გეტყვით რომ ვისაც უეჭველი გადაწყვეტილი გაქვთ რომ ავტოს ესხი აიღოთ, ანუ წყალი რო აღარ გაუვარა, რა თქმა უნდა, ყველა კომპანიას ეძებთ და საუკეთესო პირობების მოძებნას შეეცდებით, ხო? ანუ რომელი კომპანია გთავაზობთ საუკეთესო პირობებს. ასეთი აპლიკაცია, ასეთი საიტი არსებობს უკვე Ranko-ში, სადაც შეგიძლიათ შეხვიდეთ, ნახოთ რა კომპანია გაძლევთ საუკეთესო პირობებს, რადგან Ranko-ში უკავშირდება აბსოლუტურად ყველა სისტემას, საიტს საქართველოში რაც არსებობს, პირობებს ერთმანეთს ადარებს და გთავაზობთ საუკეთესო პირობა რომელ კომპანიას აქვს. გლუშწელი გაასწორე? წეგან, მაგრამ აირია, მიაჭირე ფეხი თუ და აიწევ. ო, მაგრამ ეგრევე ჩამოვარდება. იბენდია მოშვებული.
ვიცი ხო, ეხლა რა ზოლთან რომ მოდის ცოტა ადრე უყრის და ბავშვი თუ გინდა იქიდან წამოვადი ხელი დაგვიქნიე, ანუ თხარი იმასაც, იმიტომ რომ სანამოვა იქიდანვე უყრის და როზგონებული და რა შეგვიძლია გავაკეთოთ? აქ ვიდგები მე, ხელება აწეული და რომ მომიახლოვდებით, დამელოდეთ მე ხელს როდის ჩამოვწევ. კაი. და დააჭირეთ რა. კაი. მოკლედ, გაგორებულიდან არის ეხა ეს პირველი გასვლა. მეთოდიკა შევიმუშავოთ ეგეთი რომ ჯობია ისევ ჩემი ხელის ჩამოქნებას დაელოდნონ და როგორც კი ხელს ჩამოიქნენ, დასტარტავენ აქედან. ცოტა წინ ვიყავი, ოღონდ ზუსტად არ ვიცი. 7:00-ში მაგ ზუსტად 100-200 ნავალი. ზუსტად 7:00-ში. ბუბუ ფეხის ამშვები არ არის, ანუ რახმაც არ უნდა კონდეს. სუპრას რაც არ უნდა ძრებოდეს, დეტონაციაზე გავა თუ არ გავა, კაპოტი აიხადა თუ არა, გადავიდა სადმე ბალა, ანუ ფეხს არ უშვებს. ხმა გესმოდა თუ არა, არ ვიცი, მაგრამ მთელი გლუშწელი დატოვა იმენა. ტიტანარევი ტრასა გვექნება დღეიდან რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე. აი ეს პატარა ტიტანის ნაწილაკები ყრია. რა მოხდა, აბა, გზაში მითხარით ბარემ. ბიჭო, არ ვიცი, მგონი ოდნავ წინ ვიყავი, ოღონდ არ ვიცი. ფოტო ფინიშმა უნდა გადაწყვიტოს ეს ყველაფერი. კაი, მოდი ეხა კიდე გავაკეთოთ ზაეზდი და შევხედოთ რა. თუ ისევ ერთნაირად იარეთ, მე გადავიდეთ ფოტო ფინიშზე და შევხედოთ. ეს სუპრა იყო უეჭველი. აქედან ეგრე ჩანდა. აქედან როგორ ვამუღამით ხოლმე, იცი ვინ შეასწრო, რომლის უკანა სტოპები პირველი აინთება, ის არის ხოლმე როგორც წესი პირველი. აბა ახლა რა ქენით? შემასწრო. გავდივარ. ბიჭო, სტაბილურად მაგ 7:00, ყველაზე აირზე 7:00 ვიარე გაგორებულზე. აქედანაც ეგრე ჩანდა, რომ სუპრა წინ იყო. ბიჭო, აი ხა ძალიან წავედი. კაი, მოდი ერთი ვსადოთ, ნახოთ. თუ შენი გლუში წელი დარჩა ჯერ კიდე და არის ცოტა მაინც. ერთი ვსადოთ. არ არის პრობლემა ვცადოთ, მაგრამ მგონია რომ მერსდესი გაცხელდა, იმიტომ რომ წერან კარგად ვიარე და ეხა ვეღარ მოდის. გავაციოთ ცოტა, არ არის პრობლემა. ასე თუ ისეა, სუპრა ძალიან სტაბილურად დადის. სხვათა შორის Mercedes-ზე, აი ამ ძრავზე კონკრეტულად 4:0 twin turbo რაც არის, Genesis G-კლასი ყავდა და ისაც ბევრჯერ გადახურდა მახსოვს და ამ ძრავებს ეტყობა ახასიათებთ რა. მე ისი ბრალი მგონია, იცი? ძრავის თავში ზედა ნაწილში უყენია ეს 2 turbo, ანუ twin turbo რაც არის. თან ეხა რაც ვნახე, არ აქვს თერმული იზოლაცია რა და ყველა ვარიანტი ჩახურებს, ანუ ძრავსაც ახურებს ფიზიკურად და ძრავის გარშემო რაც არის ყველაფერი ხურდება და მე მგონია თავი და თავი ეგ. მაგისთვის არსებობს კერამიკული საფარები და არსებობს თერმული სპეციალური იზოლაციები, რომ ეგ პრობლემა ნაკლებად კონდეს ამ ძრავებს. ვისაც ყავთ ესეთი Mercedes-ი ამ ძრავით, იცოდეთ, ნახეთ, ბევრი თერმული იზოლაცია არსებობს ეგეთი, რომელიც გამოგადგებათ. თუ გაზავოთ, მაინც ყველა ვარიანტი გამოგადგებათ. კაი, ეს არის ჩვენი საფინალო დადგომა. იმიტომ რომ აშკარად სუპრა მაინც გადის რა, უფრო ფიცხი არის და ნახავთ საფინალო გარბენზე ახლა როგორ იქნება სიტუაცია. ჩვენ მზად ვართ. ოდნავ წინ იყო, მაგრამ ისაც მართალი
თქვა აშკარად, რომ Mercedes-ი იყო ცოტა გადახურებული. ეხლა რაც გამოჩნდა უკვე ისეთია რა Mercedes-მა. კარში, გადახურების პრობლემები აქ მაგძრავს რა. შედარებით აქ. ვიდრე მაგალითად B58-ს, რაც Supra-ში დევს. ბუბუ რა ქენი? ბიჭო, მაღლებში მოდიხარ თუ ჩერდებით დავჩერდებით? კაროჩე ჩერდები, მაღლებში იმდენად აღარ მოდის. გაგრილება უნდა. C63-ს ძალიან ცუდი გაგრილება აქვს. არა, გავდივარ, ხევა. აზრი არ აქვს. მივდივარ, გავი. სადაც ორი корпуსი მაინც მივდივარ რა. შეიძლება даже ცოტა მეტიც. ოკეი, კაი, მოდით აქეთ. და ისეთ პოზიციაზე მივდივარ, სარკეში ჩანს, სად ანუ ვერ ხვდები корпуს ვერ ვიჭრი ამ მანქანაზე რა. ძალიან უკან ვდივარ და შეიძლება ზედმაზის. არ ვიცი პოზიცია როგორი გვაქვს. წინ იყო შედარებით. კი, ბუბუ, შენ ოდნავ მაინც რო იცოდე ხასთან მე რო ხელი დავიქნიე წინიდექი უკვე, მაგრამ ეგ არ ცვლიდა მე მგონი სიტუაციას. ანუ ხოდზე თუ Supra წინ მიდიოდა და მიდიოდა, მაგ პოზიციას აღარ აქვს მნიშვნელობა. ნახე, შეიძლება ნახევარი корпуსით წინ რო ვდგარიყავი, მაინც აზრი არ ქონდა, იმიტომ რომ მივდიოდი რა. ხო, მაგას ვიძახი, ანუ ხოდზე თუ უფრო სწრაფი ხარ, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. არჩე, ხოდზე მიდის ხო მაინც? ხო რა, ორი корпуსით დაახლოებით. ორი корпуსი ხო? დაახლოებით რა, თვალით რომ მოსნა, ეგრე შედის რა. Ясно. თან ეს გადახურებულია ზოგადად C63. ეხა მაგას ვლაპარაკობდი, რომ გადახურება ძალიან ცუდად მოქმედებს აშკარად ამაზე რა. კაი. საშუალოდ დავდივარ 6 და 4-ში და ეხა 7-ში დადეს 100-200-ს. ხო. მაგრამ ცივი რო იყო მაშინ? მაშინაც 7-ში არა ოღონ ეხა მაღალ 7-ში დადეს. და ესა ჩვენი უკანა წამყვანების ლიდერბორდი, სადაც ბუბუ ყვარელაშვილმა თავისი Toyota Supra-თი დაიკავა მეორე ადგილი ჩვენ ლიდერბორდში. Supra-თი 402 მეტრი გაიარა 11 და 17-ში, 0-დან 100-მდე აჩქარდა 3 წამსა და 99 მეასეთში, ხოლო ივანემ თავისი Mercedes-ით 402 იარა 11 და 40-ში, ხოლო 0-დან 100-მდე აჩქარდა 4 წამსა და 6 მეასეთში.